მე მაწუხებს მერვე კბილი მტკივა ხოლმე. ძლიერი ტკივილია? არა, უბრალოდ ისა ყრუთ მტკივა ხოლმე და მაინც შემეშინდა და ამიტომ იქნებ ნახოთ. ნეტა ყველა თქვენაირად ფიქრობდეს. აქ ზირთად უკიდურეს შემთხვევაში მოდიან ხოლმე. განსაკუთრებით კაცები. კაცებს უფრო ეშინიათ? სამედიცინო პროცედურებს რაც შეეხება, კი. აი, დაწაკეთ. კი. თავი გადამიწიათებნო და მოდუნდით. პირდებით არაფერს არ გადგენთ. ნამდვილად? არავითარ შემთხვევაში. დე, გაგაღვიძე, ბოდიში. არა, დე, არ მეძინა. უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ფიქრობდით, ქალბატონო ეთერ? როგორ დავტანჯე ჩემი შვილი მე. და მე ხო აგიკრძალე მაგაზე ფიქრი. ჩემო სიცოცხლე. აი, რაც დამაბარე, მე მგონი ყველაფერი მოგიტანი, ნახავ? არა, დედა, რა თმინდა ნახო. შენ არაფერი არ გამოგრჩებოდა. თან თუ რამე დაგავიწყდა არა უშავს. ხვალ ზეგს ადგავრბივარ. მოკლედ, სულ გაქცევაზე ხარა. დაისვენე ცოტა ხანი. კაი დედა, აღარ შემიძლია ამდენი დასვენება, თან ეს ექიმებიც არაფერს არ მეუბნებიან. ხო გითხრას უკვე რეაბილიტაცია სჭირდება დრო. კი, მაგრამ აი რამდენი, ერთი კვირა, ერთი თვე, აი რამდენი. ნუ ხა ესე ზუსტად დღე და საათი ვინ იცის, როდის ჩადგება შენი ანალიზები მწყობრში. ნუ ხო ეგენი თუ 20 წლის გოგოს ანალიზებს ელოდებიან, კარგად ყოფილა ჩემი საქმე. 20-ის არა, უფრო 40-ის. კაი დედა. ელენეს უნდოდა ძალიან წამოსვლა. ძლივს გადავაფიქრებინა. უთხარი ცოტა მოღონიერდება და მე აუცილებლად წაგიყვან თქო. ხო, აბარა დედა, რა უნდა ბავშვს საავადმყოფოში. არა, მაგიტო კი არა, უბრალოდ არ მინდა რომ დაიღალო. როგორ უნდა დამღალოს დედა ელენე? მაგას ვინაცვალე, ისე მენატრება. ნუ იმასაც სულ შენზე ლაპარაკობს. ჩემს სიძეს არ მოვენატრე? არა, შეიძლება არ გიждდება ჩემთვის, მაგრამ ასე თუ მიმაგდებდა არ მეგონა. აი რა დე. არა, მართლა ვხუმრობ ხა, უბრალოდ გადაეცი რომ ძალიან მიყვარს და მენატრება და თუ შემომივლის კარგი იქნება. ბევრი საქმე აქვს და მოუკვდი მაგას მე, გუშინ ურეკავდი და გამორთული ქონდა ტელეფონი. ქალაქარეთ იყო ალბათ და არ იჭერდა. ისე რა კარგია დატვირთული რო არის, ხო? ალბათ ბევრი შეკვეთები აქვს. კი, ბევრი. შენ ეს ხალათი მიხოვე დე? კი, დედა, კაი გოგო ხარ. მოდი დაკიდე აქ და მერე ჩავიცო. აუ რა მაგარ დროს გირეკავს მაღვიძარა რა. შენ თუ ესე დროს იღვიძებ საღოლ ძმაოში რა. ჩემი ნება რომ იყოს. ამ დროსაც არ გავიღვიძებდი. და ბოროტი კასპერა არ გაცის, ხო ძილს? იცინე შენ და ძილი იცი როგორ მიყვარს. მაგრამ ეს საჭმლის მაღვიძარა. კაი ბიჭო, საათობრივ კვებაზე ხარ? არა, უბრალოდ დილი დამშია. და შენ ხო თქვი 1 საათშიო და, აუ მაგარი ხარ რა. არ გშია შენ, წამოვიყო რამე. შენ რა უნდა ჭამო? ქაბაბი, გადავალ ბიჭებთან და იქიდან მოვიდა. გენიოსი ხარ, ქაბაბი და 2 ლუდით წამოიღე რა. გორგი, ქაბაბი და 2 ლუდი. ფული არ გინდა გაგატანე. არ მინდა მაქვს. გამარჯობა. როგორ? კარგად შენ? კარგად, შეფი აქ არის? კი, შრომობს. ბოდიში მე უნდა გავიქცე. მიდი რა ბოდიში. ვა, მარია? ტელეფონს ხანდახან რომ დახედო ხოლმე, ესე აღარ გაგიკვირდება ჩემი დანახვა. აუ, ხმა მქონდა გათიშული, ხომ შვიდობაა? კი. ეთერი დეიდა როგორ არის? კარგად, ნუ სუსტად არის, მაგრამ უკეთ. შენ? რა ვიცი. რაღაც მინდა გთხოვო. გისმენ? დედა ჩემა ჯერ არ იცის ჩემზე დაკობაზე. ველოდები რომ ცოტა უკეთ გახდეს და მე მოვუყვები, არ მინდა ინერვიულოს ახლა სახლზე, ფულზე, სიძეზე. ო, რა თქმა უნდა, ქალი ეხა გამოვიდა კომიდან და ამდენ პრობლემას ხო არ დაახვედრებ. ხო. არა დღეს ორჯერ გამიმეორა, რატო არ მოდისო, რატო არ მირეკავს, არ მოვენატრეო და
მე კი უთხარი რომ არც ალია თქო, თან თვითონაც ურეკავდა და გამორთული ქონდა ტელეფონი. ურა მაგრად ეხავს ჩემ. ხოდა მე არ მინდა რომ ნახო. არა, კომას მე უნახავ რა. რა ვიცი, ან მივიდეს, ან დაურეკოს. თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. აი, მარიამ, კობა ხო იცი რა ტიპი არის, უეჭველი მივა რა. არ ვიცი, კასპერ, უკვე მართლა აღარაფერი აღარ ვიცი. კაი, წავალ ხო? მადლობა. ეკა, რა? მარინი მომაწოდე რა. რა? გვერდით ოთახში იმიტომ მეძახი რომ მარილი მოგაწოდა რომელიც გვერდით გიდეს? მე რა. როდის უნდა გაიზარდო? კარგი, რასმის უნდა დამიწყე, მაწამე. 26 წლის ხარ იცი უკვე? ამერიკაში ცირეებს აკეთებენ 26 წლის ბიჭები? ვიცი, ხო აღარ მინდა, მაგრამ წავედი. სად მიდიხარ? უბანში. ნერბენში. რა უნდა ქნა უბანში? გასაკეთებელ ხოლმე უბანში, გავართ. ლაპარაკობ. აჰა. იცი რა მინდა ერთხელ კითხვა, სად მიდიხარ და მიპასუხარ სამსახურში. კარგი, მაგრამ მანამდე მინდი კარგი გააღან. ქლიავში. მოდი ცხელი ხო? ძალიან. ვა, გოგა როგორ ხარ? ვიცი, აბა, ვარ რა. შენ საკაიფოდ. ეგრე იცი ჩაქცეული ტიპის ცოლობა. მე ხო მიდიოდი. კაი, ხო, წავედი. კარგად ანა. კარგად. ამაზე არ მეგობარებო, გეხოცები წამლთან მივალაგებ, თან ვიჭერავთ. რა გამოგანჭული ხარ იყავი სადმე? დიახ, სად? სტომატოლოგთან. რატო კვილი ქრკივა? არა, კონკურენტი მოვინახულა. ანუ? ის გოგო რო იყო აუსაკერსასთან ერთად გახსოვს? ხო. სტომატოლოგია. საიდან გაიგე? რა უნდა მაგის გაგება შევედი Facebook-ზე ვნახე საერთო ნაცნობები, მე გადავურეკე, გადმოურეკე აქეთი და სამსახურში მიაკითხე. რატო, ანა, რატო? ვერ გაგებით რომ მაინტერესებდა როგორი გოგოა და ვიში გამცვალეს. და? და დიდი ხანია გაცვლილი ვარ. ვერ გავიგე ვერაფერი. იცი როგორი მომაზია? რა არგუმენტია ეგ? ის რა. ესეთი ლამაზი, კარგი ოჯახიშვილი, წესიერი, მოწესრიგებული, მშვენიერი გოგო ტერესასთან ერთ დღეში არ გააბავდა რომანს. აი მე ზუსტად ერთ დღეში გააბავდა რომანს. აბა სიღრმეში თუ შევიდოდა და ყოველდღე თუ ნახავდა, კი არ შეუყვარდებოდა ეგ ლუზერი. შენთან ბოდიში. რატო აუზენი? რო დავიკიდოთ კერესა და მისი ნაშრომი. კიდია. უბრალოდ მწყინს რა. ანუ რა გამოდის მე როცა სიყვარულს მიხსნიდა და ერთ ამბავში იყო, სინამდვილეში მეორე გოგო ყავდა? არა მგონია. ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ, მაგ სირს იმის გარდა რომ არ უყვარდი. არ ვიცი რა. მე ვიცი და ვჭამოთ, ხა ისედაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. მე არ მშია. შია. არა. თან პატარა გოგოში გამცვალა, ხო? პატარა გოგოები მოწონს. ანუ ანა. გიყოფ აქ თხო. დედა, ისეთი ლამაზი ესთხიული, რომ მინანება შიგნით როწერ. კიდე ლამაზი. ჩვენც რო წავალთ სადმე, ძალიან ბევრი საჩუქრები უნდა ჩამოვდოთ კატოს. აუცილებლად. ესე ძალიან მინდა მსოფლიოს მოვა. აი კატო იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, თან ახლა ინგლისშიც. ისეთი მაგარია. კვირდები რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობდა. მამამაც ეგ ვითხრა. სულ ჩემოდნების ჩალაგებაში იქნებიო. ისე ჩემოდნების ჩალაგებაზე გამახსენდა, ხვალიდან თუ დაიწყებ შენ ნივთების ჩალაგებას, ძალიან კარგი გოგო იქნება. არა რა, გთხოვ რა, ძალიან გთხოვ რა. რას ვთხოვ? არ გადავიდეთ რა აქედან. ძალიან მიყვარს ეს სახლი და ის კიდე არ მომწონს. ელენა, ჩემო სიცოცხლე დამიჯერე, მეც ძალიან მიყვარს ეს სახლი და არ მინდა რომ აქედან გადავიდეთ, მაგრამ რა ვქნა, არ მაქვს სხვა გზა. რატომ არ გაქვს სხვა გზა? მაგას ვერ გეტყვი, სადაც გაიზარდე და მე მოგიყვები. შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ თუ მომიყვები, ყველაფერს გავიგე. ვიცი, ჩემო სიცოცხლე ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ახლა არ გვინდა რა. ადაკი ახლა და მომზადე დასაძინებლად. შენ არ მომიწევი? აბარას ვიზა. ნდი ადაკი და
მერიკა, ხომ შედობა? კი, ბოდიში რო გვიან გაწუხებ, უბრალოდ დარეკოს მერჩვენა მოსულიყავი და პირადად მეთქვა. შემოდი. არა, არ მინდა რომ ელენემ დამინახოს. უცებ გეტყვი ისეთ კმაც მინდა, კაი? კარგი. მოკლედ 8 წელია მოსწავლეები მყავს და ელენესნაირ გონიერ და მონდომებულ ბავშვს ჯერ არ შევხვედრილ. დიდი მადლობა. მართლა ასეა. ზუსტად ვიცი რომ წიგნებსაც წაიკითხავს და ფილმებსაც უყურებს ინგლისურად, მაგრამ როცა რაღაცას ვერ გაიგებს და ვერც ვერავინ აუხსნის, მეშინია რომ ენა არ შეიძულოს. მე ძალიან მინდოდა რომ ბავშვობიდან ესწავლა ენა, მაგრამ რაცა ესა. ხო და ისწავლის. მე ვასწავლე, ოღონდ ფული არ მინდა. გავაგრძელოთ ჩვეულებრივად. არა, გამორიცხული ამერიკა ესე არ შემიძლია. ძალიან გთხოვ, მარიამ, დამთანხმდი. არ მინდა რომ ელენეს ფულის გამო რამე მოაკლდეს ცხოვრებაში. არა, არც მე მინდა, მაგრამ ხო და არ მინდა ეს, მაგრამ გავაგრძელოთ ჩვეულებრივად. მე არ ვიცი, რა გითხრა ხა ისე ავღელდი უცებ. დაწყნარდი, დამშვიდდი, ხვალ დამირეკე და მითხარი თანხმობა, კაი? არ ვიცი, მართლა მოიფიქრე, გთხოვ. მე წავალ, გვიანია. მერიკა, ძალიან დიდი მადლობა. არა, შტამჯერ. მოგძანდით? შეიძლება კი არა, მოკლავ მე შენ. გეგონა მომიშორე თავიდან, მოდი. დაჩეკი. აი, სულ ხომ ამბობდი, რომ 100 წელი კიდე ვერაფერი ვერ მოგერევდა. სულ მეუბნებოდი, როგორ მამხნევებდი. რამდენი რამე გააკეთე ჩემთვის. არაფერი გამიკეთებია. აი, ასე რომ ამბობ, იმიტომ მიყვარხარ. იცი, ოპერაციის წინ საერთოდ არ შემშინებია. იმიტომ რომ ძვანყოჩონი ხართ. არა, მაგიტო არ ვამბობ. ვიცოდი, რომ ჩემს მარის და ელენეს ყველაზე სანდოკაც უტოვებდი. ვაპატიეთ რა. რატო? რისთვის? ნავთები ხანი რო ვერ გნახეთ, ვერ მოვედი. კარგი რა, მარი მითხრა ბევრს მუშაობს, მოგიკვდი მე შენ. ელენეს იქით აქეთ ტარებაშიც რო ვერ გეხმარები. თქვენ კარგად იყავით თავი რა. ყველაფერს მოეკლება. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ისე მიხარია მარის რო შეხვდი და ელენიკოს ასეთი მამა ყავს. უკეთესი მსახურებს ორივე. არა, ეგ არ თქვა არასოდეს. ჩემს მეგობრებში ყველაზე კარგი სიძე მყავს და ყველას ვეტრაბახები ამაზე. კარგით, ეხა ის მითხარით რამე ხო გჭირდება. არა, ჩემო საყვარელო, არაფერი არ მჭირდება. მე ხა მჭირდება ჩემი სახლი, ჩემი ოთახი და თქვენთან ერთად ყოფნა. და რას ამბობენ გაწერას? ნუ არ ვიცი, უნდა მოყოჩაღდეო და მეუბნები, რომ სახლში მოუყოჩაღდები, მაგრამ აბა ინიჯერებს. აბა ცოტაც, სულ ცოტაც. მეც მაგის იმედი მაქვს. მოგძანდი? ქალბატონო ეთერი, წამლის მეგრობის დროა. მადლობა. მე წავალდნენ. კაი, დედიკო, კაი. მადლობა, დიდი მადლობა. კარგად იყავით და მოყოჩავთ. მადლობა. კარგად. აი ესეთი სიძე მყავს, თანყვებად ჩემს შვილს და შვილიშვილს და მადლობასაც არ მახდებინებს. ძალიან კარგი, თუ არაფერი გაქვს სათქმელი, მაშინ წავედი. რატო გიჩქარება თაკოსთან? ჰა? ამბოლო დროს უფულზე მელაპარაკები და მეც მიტყდება რა. მე კიდე ის მიტყდა, მაგრამ ყველაფერს ავარს მეუბნები. თუ ნიკას ეძებთ საოპერაციოშია. ნიკას ვეძებდი და ლამაზი გოგო დამხვდა. მგონი ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია რომ უბრალოდ მომისმინოს. ერთადერთი არ ვარ, მაგრამ ვისმენ.